და განვაგრძობთ გამოშვებას. 15 თებერვალს სტოკჰოლმში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქართული ღვინის პროდუქციის პოპულარიზებას მოახდენენ და ცხადია ამ თემას აქტიურად მივადევნებთ თავს. შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს და ქართული ღვინის კომპანიების მხარდაჭერით ქართული ღვინის პრეზენტაცია, დეგუსტაცია გაიმართება, როგორც გითხარით. ღონისძიების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ამდენად სკანდინავიის ქვეყნებიდან თავდაპირველად ქართული ღვინო სწორედ შვედეთის ბაზარზე შევა. შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გადაინაცვლებს. მაგრამ დავასუსტებ. ეს პეპიტა გეტყვით მოგაგვით მაგ ინფორმაციას. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო იმ სტრატეგიის განხორციელება, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო ეწევა წლების მანძილზე და ეს არის ღვინის ბაზრების დივერსიფიცირება. მოგეხსენებათ, რომ სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს უკვე ეხლა დაიწყო ნაბიჯების გადადგმა და ვიწყებთ ამ ბაზრების ათვისებას. განსაკუთრებით ამ სკანდინავიის ამ ქვეყანას შორის გამოყოფდით შვედეთს. ამ ქვეყანაში ჩვენ 2016 წელს წარგზავნილი ყავდა წარმომადგენელი, რომლის მიერ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ უკვე შევიმუშავეთ გარკვეული აქტივობების გეგმა და მიმდინარე ღონისძიებაც სწორედ ამ გეგმის ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავზარდოთ ცნობადობა ამ ბაზარზე და ამას ვცდილობთ გავაკეთოთ მეღვინეობის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების გზით. ეს არის ღვინის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ჟურნალისტები, სხვადასხვა ვთქვათ ღვინის ბარების და ასეთი ტიპის დაწესებულებების წარმომადგენლები.